რა გვაძლევს ხა რა გვჭირდება ხო განვითარებას ფსიქიკა რომ განვითარდეს ხშირად გონია ხოლმე და აი ხა მე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან მაქვს ხოლმე საუბარი და სულ ვცდილობ რომ გავმახვილო ამაზე ყურადღება რომ აი პედიატრ ბავშვობიდან უნდა მიექცეს ყურადღება არა მარტო ფიზიკურ განვითარებას იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვხედავთ იმას უფრო აღვიქვავთ ხო ვხედავთ რომ ბავშვი იზრდება სიმაღლეში წონაში ხო რაღაცა იცვლება სხეული და ასე შემდეგ ხო მაგრამ ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას მის სოციალურ განვითარებას, მის ფსიქიკურ განვითარებას, მის ემოციურ განვითარებას, ხო? რაც საბოლოო ჯამში გონია რომ აი ხა ასაკობრივია, ხა დღეს მქონდა ძალიან საინტერესო შემთხვევა, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც საკმაოდ გამოხატული პრობლემები აქვს და აი ესე ასაკის ესე აბრალებდნენ რომ ასაკის ამბავია და ხო ასაკი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ასაკის გათვალისწინება, მაგრამ აი ეს ფსიქიკური უნარები აზროვნება, ემოციურობა, ემოციების მართვა, ქცევის მართვა, ეს მაინც მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას და გარკვეულ განვითარებას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ხო? და აი რომ დავიწყოთ სულ თავიდან, ძალიან საინტერესო კვლევები არის ჩატარებული ამ მიმართულებით ემოციურობის განვითარებასთან დაკავშირებით და ქცევასთან, ქცევის განვითარებასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე ახლოს ადამიანები ვართ შიმპანზე ხო ნუ შეეცადნენ რომ რაღაცნაირად მოდელირება გააკეთებინათ ბავშვებზე ესეთ კვლევას თუმცა სხვა შორის გასული საუკუნეში მაინც ატარებდნენ რაღაცა მსგავს კვლევებს მაგრამ ძალიან დიდ ხანგრძლივი კვლევებია ჩატარებული შიმპანზეებზე რომლებიც ყველაზე ახლოს დგანან ადამიანთან და სწავლობდნენ რამხელა მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას, აი ბავშვობიდან ურთიერთობას, დაცულობის განცდას, დედასთან, ამ ზრუნველთან, ეხლა მაინც დედაზე არ არის ლაპარაკი, არამედ აი დაცულობის განცდა რომ გამოგიმუშავდეს, ხო? და ნუ ძალიან სასტიკი კვლევები კი იყო, დაბადების რამდენიმე ვარიანტი იყო, რომ დაბადებისთანავე მოაცილებდნენ ხოლმე დედას და ცალკე მოათავსებდნენ სრულ სოციალურ იზოლაციაში და სხვადასხვა ვარიანტები იყო რომ სრული სოციალური იზოლაცია იყო სრული სოციალური იზოლაცია მას მერე რაც დედასთან რაღაც გარკვეულ ურთიერთობა ჩამოუყალიბდებოდა და მერე მოაცილებდნენ ან თავიდანვე მოაცილებდნენ და ყველა ვარიანტში შეისწავლეს რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა თავიდან ჯანმრთელი თქვათ აი ურთიერთობის დამყარებას და სოციალურ იზოლაციას. ამიტომაც არის თუ გახსოვთ თქვენ COVID-19-ის დროს ჩვენ ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ძალიან ბევრ საუბრობდნენ სოციალური იზოლაციის საფრთხეზე. მაშინაც კი, როდესაც შენ უკვე ჩამოყალიბებული გაქვს რაღაცეები, ესეც კი ძალიან საფრთხილოა და მით უმეტეს, როდესაც შენ თავიდანვე დეპრივირებული ხარ და აი რასაც ქვია სოციალური უგულებელყოფა და მით უმეტეს იქ თქვა ძალადობას თუ დაემატება, ეს არის ძალიან მძიმე. და ესეთი ცდა გააკეთეს, რომ მოწყვიტეს ბავშვი, შვილი დედას, მოათავსეს სრულიად იზოლირებულ გარემოში და შექმნეს ეს თქვა რობოტი დედა. რობოტი დედა ერთი რომელიც აჭმევდა და მეორე რომელიც იყო თბილი და ფუმფულა თოჯინა, ესე ვთქვათ. და საოცარი ის იყო, რომ მიუხედავად რომ ჩვენ გონია, რომ ყველაზე პირველი საჭიროება რომ შია და უნდა ჭამოს, ხო? ეს ისინი ბევრად უფრო მეტ დროს ატარებდნენ იქ, სადაც თბილად და დაცულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე საჭმელი. საჭმელი იყო მათთვის მეორე ხარისხოვანი. ანუ ეს გვეუბნება სწორედ იმაზე, რომ სოციალური განვითარებისთვის, რომ შემდგომ საფეხურებზე ჩვენ შევძლოთ ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, აი ამ ეტაპს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.